აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში პრეზიდიუმის და პლენარული სხდომები ჩატარდა, სადაც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრ თენგიზ ნასარიძეს ინტერპელაციის წესით მოусმინეს. მინისტრმა უმაღლესი საბჭოს წევრების მიერ წინასწარ წერილობით დასმულ შეკითხვებს ამომწურავი პასუხი გასცა. მან ისაუბრა ავტონომიური რესპუბლიკის სიპებისა და აიპების ფისკალური ადმინისტრირებისა და ფინანსური ანგარიშვალდებულებების მიმართულებით ბოლო პერიოდში გადადგმულ ნაბიჯებზე. თენგიზ ნასარიძემ აღნიშნა, რომ გამოკვეთილ პრიორიტეტად ჩამოყალიბდა საბიუჯეტო ხარჯებში ადმინისტრაციულ და პროგრამულ კომპონენტებში არსებული დისბალანსის შემცირება. მოსმენის მეორე ნაწილი კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. სხდომის მონაწილეებს შემაჯამებელი სიტყვით მიმართა უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარიამ. მან დადებითად შეაფასა ინტერპელაციის წესით მინისტრის მოხსენება. უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ყურადღება გაამახვილა აფხაზეთის შემოქმედებითი კოლექტივების მხარდაჭერისა და აფხაზეთის თემატიკის პოპულარიზაციის მნიშვნელობაზე. სხდომას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა მინისტრის მოადგილე ლევან თევზაია და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის უფროსი გიორგი სუთიძე ესწრებოდნენ. ბატონმა თენგიზმა ამომწურავი პასუხები გასცა ყველა დასმულ კითხვაზე. საბოლოო დასკვნა არის ის, რომ ჩვენ გვყავს ძალიან კარგი თავრობა, ძალიან კარგი სამინისტრო, კონკრეტულად ამ შემთხვევაში ფინანსთა სამინისტროზე არის საუბარი. ჩვენ გვაქვს უპრეცედენტო ზრდა საბიუჯეტო სახსრების, რაც ამ სამინისტროს საქმიანობასთან არის დაკავშირებული. დასმული იყო გარკვეული შეკითხვები, რომელიც ეხებოდა საბიუჯეტო პროცესებს, ასევე ჩვენს ქვემდებარე საჯარო სამართლის იურიდიული პირების საქმიანობას. ვფიქრობ, რომ ამომწურავი პასუხები გაეცა ყველა შეკითხვას, გაიმართა საკმაოდ საინტერესო დისკუსია და ჩვენთვის რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია ჩვენ საქმიანობაში ეს თანამშრომლობა უმაღლეს საბჭოსთან და რა თქმა უნდა შემდგომშიც გავაგრძელებთ ჩვენ კოლეგიალურ კომუნიკაციას.